მინდა აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Fast Group-ზე შევაჩერა, რომლის ისედაც დატვირთულდა მრავალფეროვან პორტფელს, კიდევ ახალი ციფრული მიმართულება, ამჯერად Fast-Tech-ი შეემატა აპლიკაცია Fast-App-ი, ეს არის ციფრული ბუღალტერი, რომელიც ბიზნესებისთვის აღრიცხვიანობის ავტომატიზირებულს ხდის ამ მთელ სისტემას და ამ გზით ხარჯების დაზოგვასთან ერთად ოპერირების გაუმჯობესებაში ეხმარება. აპლიკაციას ორი ვერსია აქვს, როგორც მცირე, ისე მსხვილი და საშუალო ბიზნესისთვის განკუთვნილი. პრინციპში ყველა სპექტრს ფარავენ, როგორც შვევიათ და ჩვენც ეს ყველაფერი უნდა მოვიკითხოთ ახლა დაწვრილებით. ნათია სხვიტარიძე, Fast Group-ის მმართველი პარტნიორი შემოგვიერთდება სულ რამდენიმე წამში ეთერში. ნათია სხვიტარიძემ მიიღო ჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ფინანსებში. ასევე დაამთავრა ილიას უნივერსიტეტის ბაკალავრი საბანკო საქმე და ფინანსების მიმართულება და ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მაგისტრი ბუღალტერია და აუდიტის მიმართულება. 13 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში მთავარი ბუღალტრისა და შემდგომ ფინანსური მენეჯერის პოზიციებზე. ნათია სხვიტარიძე, Fast Group-ის მმართველი პარტნიორი არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით, ნათია. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ძალიან საინტერესო ამბით ჩვენთან სტუმრობისთვის, იმიტომ რომ გაციფრულდა Fast Group-იც პრინციპში მოლოდინიც იყო ამის გამომდინარე იქიდან, რომ ისეთ რეალობაში ვართ და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, რომ სხვანაირად მე მგონი წარმოუდგენელიც არის დღეს ბაზარზე ოპერირება, თუმცა თქვენთვის ეს ახალი მიმართულება რას ნიშნავს, რა საჭიროებების და მიხედვითი ხელმძღვანელეთ, როდესაც მიმდინარეობდა მუშაობა Fast-Tech-ზე და ზოგადად გავაცნოთ უკეთ როგორც Fast-Tech-ი, ასევე Fast-App-ი, რომელიც უშუალოდ გამოხატულება არის, ხო, აი ამ ახალი მიმართულების. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. Fast-Tech-ი ჩვენი ახალი მიმართულება ჩაეშვა უკვე ბაზარზეა? კი, არის Play Store-ზე დატვირთული უკვე და აი დღე-დღესა ველოდებით Apple Store-ზეც რომ დაგვაეპროვებენ ბოლო-ბოლო როგორც იქნა. აპლიკაციის შექმნის იდეა საერთოდ ცოტა უკან გადავახვევ. ჩვენ მოგეხსენებათ ბუღალტრულ სერვისს ვაწვდით FAS Group-ი, ფინანსურ, საგადასახადო, აუდიტორულს და ასე შემდეგ და აი ამ სერვისის მიწოდების დროს პარალელურად რაღაცა გამოწვევებს ხომ ვეჯახებით და ერთ-ერთი იყო მცირე მეწარმეების საკითხი, რომლებიც ჩვენს ორგანიზაციას ავტომატურად მოყვებოდა, ასე ვთქვათ, აი ვისაც ვემსახურებოდით პარტნიორ კომპანიებს, ხო? იმათ კიდევ ვთქვათ ყავდათ მცირე მეწარმეები და ეს რაღაცნაირად ისე იყო განხილვასაც არ ექვემდებარებოდა, რომ იმათაც ჩვენ უნდა დავხმარებოდით და ეს იყო რაღაცნაირად მთლად სწორი მიდგომა არა და ამიტომ მოვიფიქრეთ ესე, რომ ძალიან ბევრ მცირე მეწარმეს უნდა რომ კონდეს აღრიცხვა, არ აქვს ამის საშუალება, იმიტომ რომ მცირე მეწარმის ბრუნვები არის და მცირე მეწარმე შეღოთ გულისხმობს სტატუსით მცირე მეწარმეს და არა ვთქვათ შეპესე, რომელსაც მცირე ბრუნვები აქვს. ჯერ ჩვენი აპლიკაცია ამ წუთას არის სტატუსით მცირე მეწარმეებისთვის, ეს რომელიც აკეთებს ოპტიმიზაციას ყველაფრის. ანუ იმდენად მარტივი აპლიკაციაა, რომ აი ვთქვათ ვერ მეგობრობს ტექნოლოგიებთან ადამიანი, რაღაცა ეს გამორიცხულია. სულ რაღაცა ორი ცოდნა არის ცოდნა არის საჭირო. ერთადერთი ბრჭყალებში სირთულე შეიძლება ავიღოთ არის რეგისტრაციის ნაწილი, რაშიც ჩვენი საპორტი აქვთ 100%-ით, ისედაც შემდეგ უკვე ვთქვათ რაიმე კითხვა ექნებათ თუ რაღაცა ნებისმიერი საკითხი გასარკვევი, ამისთვის გვყავს გუნდი, რომელიც 24/7-ზე აპლიკაციას უწევს მხარდაჭერას და პირდაპირ კომუნიკაცია გვაქვს მომხმარებელთან. და აპლიკაცია არის თვითონ ძალიან მარტივი, სულ რაღაცა 2-3 თითის დაჭერა უნდა ესე ღილაკზე და აკეთებს რას? ხარჯების ოპტიმიზაციას, ესე თვლის შემოსავლებს, ხარჯებს, თვის ჭრილში აკეთებს ესე იგი ინფორმაციას ამუშავებს დეკლარაციისთვის, ყოველთვიური დეკლარაციისთვის, აგზავნის ამ დეკლარაციას და ქმნის ხაზინაში გადასახადს, გადასახდელ თანხას. რომელსაც მე მეწარმემ უბრალოდ უნდა დაადასტუროს თავისი კოდით და რაღაცით, რომ ეს გადახდა შესრულდეს. ესე იგი რამდენ ნაბიჯს უზოგავს, რამდენ ბიუროკრატიას
ბიუროკრატიას არიდებს ეს აპლიკაცია. ჩვენი მიზანიც ზუსტად ეგ იყო, რომ ყოფილიყო პირველ რიგში ძალიან მარტივი და რაღაცნაირად ეს დამოკიდებულება შეიცვალოს იმისთვის, რომ ვთქვათ, თუ უნდა მქონდეს აღრიცხვა, მესაჭიროება ვთქვათ, ან ესეთი ძვირადღირებული მომსახურება, ან რაღაცა სირთულე და ეს გამოვრიცხეთ და რაღაცა სასარგებლო სამკუთხედი შევქმნით, რომ თვითონ მეწარმეც მშვიდად არის, იმიტომ რომ დეკლარაცია ექნება სწორად, სახელმწიფოსთვისაც ძალიან სასარგებლოა ეს, იმიტომ რომ უფრო მეტი მეწარმე გადაიხდის ყოველთვიურად გადასახადს სწორად, ასევე და ჩვენც ამითი ძალიან კარგად და მშვიდად გავაგრძელებთ ურთიერთობას, ასევე ჩვენი აპლიკაცია აქ უნდა ითქვას, რომ საწყის ეტაპზე მომხმარებლებს თავაზობთ ორთვიან უფასო მომსახურებას და შემდეგ უკვე ძალიან მინიმალური ტარიფი გვაქვს დაწესებული, არა უმეტეს 30 ლარისა თვიური subscription-ი. კი, აი ძალიან დაბალი ტარიფის როგორ მოძებნონ? ამ ჯერჯერობით Google Apple Store-ში ვიქნებით მალე, ჯერ არ ვართ Play Store-ზე, ასევე Facebook-ზე გვაქვს. როგორ მოძებნონ? FAS app. FAS კი, ჩვეულებრივად ძალიან მარტივად იძებნება. ასევე Facebook-ზე ჯგუფი გვაქვს. ჩვენს Fast Group-ის გვერდზეც ვდებთ ინფორმაციას ინტენსიურად და ინფორმაციის მოძიება მოკლედ პრობლემა არ იქნება, ვისაც დასჭირდება. ეს ერთთვიანი subscription-ის 30 ლარიანი ტარიფი იქნება დადგენილი, თქვათ, ერთი ტარიფი ყველასთვის, თუ იქ უკვე რაღაცა ფუნქციების დამატება, მოკლებით შეიძლება რომ დაკორექტირდეს ეს ღირებულება. იცით როგორ არის? ტარიფი არ გაიზრდება, თუ კითხვა ამას მოიაზრებს, გაზრდით არ გასცდის. თუ შემცირდება, ეს ნახავთ, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი ტარიფი გვაქვს დაწესებული. ჩვენ ვმუშაობთ მეორე მიმართულებაზეც, ახლა ეს არის მხოლოდ მცირე მეწარმეებისთვის და ჩვენი აპლიკაციის მეორე ვერსია იქნება შეპესეებისთვის და სხვა ტიპის თითქმის ყველა ტიპის ორგანიზაციისთვის. მსხვილი ბიზნესისთვის. საშუალო მსხვილი ბიზნესისთვის ნაკლებად, იმიტომ რომ მსხვილ ბიზნესს ცოტა სხვანაირი ჩართულობა სჭირდება. აქ უკვე ჩემი პროფესიულ ხოდა აი ეგ მინდა რომ მეკითხა და მოდი ბარემ რადგან ამ თემას მივადექით, რომ აი Fast Group-თან, კომპანიასთან ხომ არ შედის ისეთ მძლავრ კონკურენციაში? არამც და არამც. აი რატო ეხა და სად არის ის მიჯნა, სადაც უნდა გავიაროთ? ნახეთ, აქ არის ესეთი მოცემულობა, რომ გაციფრულებას ძალიან ბევრი პროფესიის და მათ შორის ბუღალტერია ფინანსების გაციფრულებას აი წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. ეს თუ არ მოხდება დღეს, მოხდება ხვალ. აი ძალიან თამამად ვამბობ. უბრალოდ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში მოხდეს ზეგ, მაგრამ მაინც მოხდება. და ამას ფეხი აუცილებელია რომ ავუწყოთ. რაც შეეხება თვითონ ბუღალტრის და ფინანსისტის ჩართულობას, არის ორგანიზაციები, სადაც ამის გამორიცხვა ვერ მოხდება, ყოველ შემთხვევაში 5-7-8 წელი ესე მაინც ასე მგონია, მე არ ვიცი რა შემოგთავაზებს ციფრული სამყარო, სადაც ცოტა მეტი ანალიტიკაა საჭირო, სადაც ნამდვილად ფინანსური მენეჯერის ჩართულობაა საჭირო, ამას ძალიან მყარად ვიჯერა, რომ ვერანაირი აპლიკაცია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, მათ შორის ხელოვნური ინტელექტიც, იმიტომ რომ აი სხვადასხვა კვლევაში მუდმივად სხვადასხვა პროფესიები გვხდება ხოლმე, მათ შორის ჟურნალისტიც და მათ შორის ბუღალტერიც, აი რეალურად რამდენად დგას ეს რისკი, რომ შესაძლოა რაღაცა უახლოეს პერსპექტივაში მოხდეს თუნდაც რაღაცების ოპტიმიზაცია აი ამ მიმართულებით. სრულად ჩანაცვლება არ მგონია რომ მოხდეს, თუმცა ძალიან კარგად და ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ზუსტად ეს აპლიკაციები, რასაც ვიძახი ახლა მაგალითად ჩვენი მეორე ვერსია შეპესისთვის რაც იქნება, შეპესეებისთვის, ხო? ეს არ ნიშნავს, რომ შეპესეს ბუღალტერი არ სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ შეპესეს უბრალოდ რესურსები დაეზოგება. მაგალითად თუ სჭირდება ახლა 3 და 4 ბუღალტრის ჩართულობა, ამ აპლიკაციის დახმარებით დასჭირდება 2 ბუღალტრის, 1 ბუღალტრის ჩართულობა, იმიტომ რომ რესურსების დაზოგვა მოხდება. მეტი არაფერი, ის რომ საერთოდ ამოაგდოს ცოტა უფრო ესეთი მსხვილი საშუალო ორგანიზაციებისთვის მსხვილს არჩევთ ამ შემთხვევაში, არა. ეგ არ გვემუქრება ჭალებში, ასე ვთქვათ, მაგრამ ძალიან კარგად შეიძლება ამის გამოყენება და ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მომსახურების სფეროშია, რომლებსაც არ აქვს, ვთქვათ, წარმოების ფაქტორი, არ აქვს რაღაცა ეს საერთაშორისო ურთიერთობები, ვთქვათ, ხშირი ექსპორტი, იმპორტი ასე შემდეგ, აი ძალიან კარგად შეძლებენ გამოყენებას და ჩემი მთავარი მიზანი და ბოლო ის 3 წლის მანძილზე აქტიურად ვმუშაობ FAS Group-თან ამაზე, რომ მეწარმეების ცნობიერება ავამაღლოთ, თუ რატო უნდა კონდეს ბუღალტრული აღრიცხვა მოწესრიგებული და რატომ უნდა კონდეს ფინანსური აღრიცხვა, მგონია რომ ერთ-ერთი კარგი ესეთი რგოლი, მაშველი რგოლი ეს აპლიკაციაც იქნება, რომ ნახავენ, რომ შეიძლება ნამდვილად აღრიცხვენობა იყოს უფრო მარტივად და მათი ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელი ფაქტორი ესე მოგვარებული კონტენტ რა.
ძირითადად რა სექტორები არის თქვენს ფოკუსში და აი ახსენეთ რომ ექსპორტი იმპორტის თემა ცოტა გამომდინარე სპეციფიკიდან ფუნქციონალზე მუშაობ. ხო, ესეც დაემატება, მაგრამ აი ამ ეტაპზე საწარმოები შეგვიძლია რომ უფრო შედარებით უკანა პლანზე გადავიტანოთ და ხო. ესე იგი ჩვენ თუ გვექნება ცოტა ასე ვთქვათ მეტი ხარდაჭერის თქმა არ მინდა, იმიტომ რომ საკმაოდ მოქნილად და კარგად ვმუშაობთ ასე ვთქვათ შემოსავლების სამსახურთან ერთად და ყველაფერი უბრალოდ აქ არის უფრო მეტი ფუნქციონალი რომ ჩავამატოთ აი დეკლარაციების კუთხით, ხო, ცოტა მეტი რაღაცა ეს ინფორმაციების დაკავშირება უნდა მოხდეს ადვილად რა და აი ამ საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან რაღაცა რისი გამოტანა საჭირო რისი არა და ასე შემდეგ რომ რაღაცნაირად მათთვისაც სარგებელი დავანახოთ რეალურად და ჩვენს ფუნქციონალი უფრო კარგად გავზარდოთ. და აი ეს აპლიკაცია მგონია პირველი უკვე რაც ხელში გვიჭირავს პირველი ვერსია მცირე მეწარმეებისთვის რაც არის ნამდვილად შეცვლის მაჩვენებელს ჩვენ ქვეყანაში მცირე მეწარმეების ეგეთით და მგონია რომ რაღაცნაირად გეგმა ესეთი გვაქვს რომ მინიმუმ 50% მაინც უნდა მოვიცვათ მცირე მეწარმეების და ეს რაღაცა შედეგობრივად უკვე ამის გაზომვა რო იქნება შესაძლებელი ვთქვათ რამდენად ისარგებლა მცირე მეწარმემ რამდენად ისარგებლა სახელმწიფომ და რამდენად რაღაც ესეთი სასარგებლო ამბავი გავაკეთეთ, ამის შემდეგ უკვე უფრო თამამად მივადგებით აი მეორე აპლიკაციის ფუნქციონალების მოქნილობასთან დაკავშირებით. დაახლოებით რა ბიუჯეტის პროექცია არის საუბარი და ინვესტიციებზე, ასე ვთქვათ, ფინანსების მოძიების ნაწილზე ის თქმა შეგვიძლია. ჩვენ როდესაც ამ აპლიკაციის იდეა მოგვივიდა და უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ ამ აპლიკაციას კურირებს აი ძალიან სუპერ გუნდი, ანუ ეს არ არის მე თამამად შემეძლია ვთქვა, რომ ეს FAS გრუპის ბუღალტერია, აუდიტი რაღაცა, მაგრამ აპლიკაციას ესე ვერ დავიბრალებ მთლად, იმიტომ რომ აქ არის უკვე სხვა ტექნიკური მაჩვენებლები საჭირო, ეს რაღაცა დეველოპინგი და რაც ჩემი არ არის დიდად, ამიტომ ამას კურირებს ძალიან ყოჩაღი და კარგი ხალხი და მათი დამსახურებით შეიკრა ის შედეგი, რაც გვაქვს. თავიდან როდესაც გადავწყვეტეთ აპლიკაციის გაკეთება, მაშინ აქტიურად იყვნენ დონორები, სხვადასხვა ესე იგი ჩართულობა იყო შესაძლებელი, მაგრამ სანამ ჩვენ აპლიკაციის კონცეფცია შევქმნით და დავწერეთ და გავამზადეთ, აღმოჩნდით ყოველგვარი დონორის, ყოველგვარი დახმარების გარეშე, მე მქონდა მცდელობა სხვადასხვა ბანკებთან მოკლედ ბევრ გამოწვევა შევეჯახეთ და ეხლა ესეთ კარგი იდეას ხო არ გავაჩერებდით, მიუხედავად იმისა, რომ აღარ გქონდა შესაძლებლობა რომ ვინმეს დავეფინანსებინეთ და ამიტომ იძულებული გავხდით ჩვენივე რესურსებით FAS გრუპის ჩართულობით ეს ამბავი მოგვარებინა და გაგვეყვანა ბოლომდე და რაღაცნაირად მოვახერხეთ. და მოახერხეთ საქართველოშიც არა მხოლოდ, ხო? ხო. ესეც მინდა რომ მოვყვეთ ამერიკულ ბაზარზე როგორ აღმოჩნდა ჯერ არ დაბადებული, არ გამოჩენილი ქართულ ბაზარზე კომპანია. ამერიკულ ბაზარზე ჯერ არ ვართ, მაგრამ ახლა მოგახსენებთ. თუმცა პროცესები ხომ დაძრულია. ხო, ფაქტობრივად უკვე ყველაფერი. ჩვენ შარშან FAS გრუპი ვიყავით მიწვეული ინვესტორ სამიტზე, თქვენთანაც გქონდა ამასთან დაკავშირებით ეთერი და იქიდან ისეთი ფიდბექები წამოვიღეთ, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიძლებოდა და დავიწყეთ მუშაობა ჩვენი ფილიალის შეტანაზე. ოღონდ ეს დავიწყეთ ძალიან ასე ვთქვათ, მშვიდად, წყნარად, ნება ბშალებში, მოვიძიეთ ბაზარი და ესე იგი გასული ივლისი და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ამასობაში ბაზრის კვლევა მაჩვენა, რომ ტექ მიმართულებას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოსგან თვითონ და ესე კლასიკურად ბუღალტერია ფინანსებით, თავისი გადასახადებით ყველაფერი ძალიან მაღალია. ამიტომ მოვიფიქრეთ ასეთი რამ, დავიწყეთ მუშაობა, ზუსტად მაგიდან წამოვიდა იდეა, რომ მეორე ვერსია დაგვემუშავებინა აპლიკაციის და აი ამ ჩვენი აპლიკაციის მეორე ვერსიით, რომელიც ქართული ბაზრისთვისაც იქნება და მოდიფიცირდება უკვე ამერიკული ბაზრისთვისაც, ვცდილობთ და გეგმაში გვაქვს რომ შევიდეთ ამერიკულ ბაზარზე და მისი საპორტი იქნება უკვე, ესე იგი, აპლიკაცია პლუს ბუღალტრული და ფინანსური სერვისები. აი კომბოს ვაკეთებთ, ყველანაირი, ესე ყველა მიმართულებით ფინანსები, ბუღალტერია პლუს აპლიკაცია, ესე და მყარი ბაზისი უკვე არსებობს, აი პირველ რიგში ძალიან კარგი კონტაქტები უკვე გვაქვს, ესე იგი ორგანიზაცია დარეგისტრირებული არა გვაქვს და პოტენციური კლიენტების სია უკვე გვყავს. ხო და ამას ვამბობ, რომ შეხვედით ფაქტობრივად, ხო, აი თავი ახლა რეგისტრაცია
რეგისტრაციის საკითხები დავასრულოთ. აი ხა ვართ რეგისტრაციის მუშა პროცესებში, ასე ვთქვათ რა და ძალიან დიდი მადლობა და არ დავიღლები ყოველჯერზე რომ გავიმეორო, უდიდესი მადლობა გვაქვს, უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს საელჩოს მხრიდან. კი, ძალიან მათი დახმარებით მოვხვდით შარშან ამ სამიტზე და წელსაც მაისში ვიქნებით წარდგენილი და შესაბამისად და წელს უკვე ჩვენს აპლიკაციას გავფიჩავთ ინვესტორებთან. ეს ძალიან დიდი სხვაობა, იმიტომ რომ შარშან როგორც სტუმრები ასე ვთქვათ და უბრალოდ დამსწრები ასე ვიყავით. არა, ეს ხდება ვაშინგტონში. სამიტი იმართება ვაშინგტონში და ეს არის ერთ-ერთი ძალიან მსხვილი სამიტი, სადაც თითქმის სილიკონ ველიდან და აბსოლუტურად ყველა საჭირო ხალხი იყრის თავს ინვესტორებიც და სხვა ტიპის ორგანიზაციებიც და 4-5 დღის მანძილზე იმართება ეს სამიტი ძალიან ესე დიდი იმედებით მივდივართ და მგონია რომ შედეგები კიდევ უფრო უკეთესი იქნება და ვნახოთ იქნებ რაღაცა ესეთი აუცილებლად დავაინტერესოთ. ეჭვი არ მეპარება ამაში, იმიტომ რომ ისეთი ტემპით მიდის. FAS-ის ზოგადად მთელი გუნდი ჩართულობით, რომ კომპანია იგივენაირად მგონია რომ იქნება აუცილებლად სტარტაპიც და ეს ტექ მიმართულებაც და სამწუხაროდ აღარ გვაქვს დრო კიდევ ბევრ თემაზე მინდოდა საუბარი კომპანიის ჭრილში, თუმცა იმედი მაქვს რომ გვექნება შესაძლებლობა რომ ვაშინგტონამდე გამოგიჭიროთ და კიდევ რაღაცებზე ბიზნესებზეც ვისაუბროთ უფრო მეტად, თუმცა ახლა იყოს სტარტაპი და წარმატება თქვენ ამ ამბავში საქართველოს თუ ამერიკაში და კიდევ არაერთ ბაზარზე ნათია სხვიტარიძე FS გრუპის მმართველი პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი.